მეგობრებმა Instagram-ის გამომწერებმა იციან, რომ დავიწყე როლიკების გაკვეთილებზე სიარული. მყავს პირადი ტრენერი, რომელიც ამ ყველაფერს მასწავლის და ძალიან მოწონს და ძალიან მიხარია რომ შევედი, იმიტომ რომ სოფელში რომ კატაობდი ხოლმე როლიკებზე შეამჩნევდით ალბათ, რომ ძალიან მიჭირდა მანევრირება, მოხვევა, გაჩერება, მოკლედ ვერ ვაკეთებდი ამ ყველაფერს და ეხლა ავიყვანე ტრენერი, რომელიც ამ ყველაფერს მასწავლის. ამიტომ ძალიან მიხარია და დღეს გაჩვენებთ, როგორი არის ჩემი გაკვეთილი. საშინელი საცობია ვარკეთილში და ძალიან მიხარია, რომ ამ საცობში არ მოვყევი. მანქანა გავაჩერე უკვე დავტოვე და ეხლა ჩავალ მეტროში. გავალ თავისუფლების მეტროსთან, იქიდან იუსტიციაში ავალ ფეხით და ბევრად უფრო მარტივად და სწრაფად მივალ ადგილზე. თვითონ მანდ მიტარდება გაკვეთილი, ასე რომ ვიჩქაროთ. ამას უყურეთ რა მდგომარეობაში ვარკეთილის მეტრო. აი მით ვერ გააკეთეს, არ ვიცი. საშინელება. მოვედი იუსტიციასთან და ეხლა დაიწყება ჩემი გაკვეთილი. აბიჯებას მოაკეთებ, ეგრევე ფეხის გადმოტანა არის, ეგრე. და გავაჩერე. ხოჩა. ეხლა წავიდა უკან ხელი, აბა. ოპ. ლიმონი გავაკეთეთ ეხლა. ხოჩა. დასრულდა მეგობრებო გაკვეთილი. ძალიან კარგი იყო და ძალიან მიხარია რომ ჩემ თავზე ვხედავ პროგრესს. პირველ გაკვეთილზე რომ მოვედი, ისე ძალიან მეტკინა ფეხები და წერფები ისე დამეღალა რომ ყოველ 5 წუთში ვჩერდებოდი. ძალიან გაუსაძვისი იყო, მტკიოდა და ეხლა უკვე თითქმის მთელი გაკვეთილი ვძლებ ხოლმე, ან ერთი შესანება მჭირდება, თან რაღაცეებით უკეთესად გამომდის და აი მაგ პროგრესს ვხედავ, ძალიან მიხარია. ჯერ დანებებას არ ვაპირებ თავის, მინდა რომ კარგად ვისწავლო და ვისაც გინდათ ასევე შესწავლა, აქ დაგირებთ ჩემი ტრენერის page, შეგიძლიათ რომ მიწეროთ და ჩაეწეროთ გაკვეთილებზე. ძალიან კარგად ხსნის, საოცარი ნერვების პატრონია, აი მე ვერ შევძლებდი, მაგ მელაყარაკს, რამდენსაც მელაყარაკება ხოლმე და მოკლედ 100%-ით რეკომენდაცია ჩემთან. ეხლა წავიდეთ, ჩვენ უნდა გავიდეთ ისევ ვარკეთილში, მინდა რომ ვიჭიდო ახალი ჯინსი და ჩემს მოსწავლეს აქვს ჯინსების მაღაზია და ძალიან კაი ჯინსები აქვს, ამიტომ მინდა რომ იქ მივიდე. შემდეგი სადგური ვარკეთილი. Next station, ვარკეთილი. სავაჭრო ცენტრი ფენიქსში არისო მაღაზიაო და ჯერ არ ვარ არასოდეს ნამყოფი. ეხლა უნდა ვიპოვო სად არის. წინაზე მომიტანა ჯინსი მაჩუქა და ისე მომიხდა ის ჯინსი, რომ მეთქი სხვა ფერებშიც მინდა უეჭველი თქო და ეხლა მოვედი რომ ზუსტად იგივე ჯინსი უბრალოდ სხვა ფერებში ვიყიდო. მოვედი მეორე სართულზე არის ეს მაღაზია და ქვია სემელე. თუ და გაინტერესებთ მე, ეხლა ჩემი მოსწავლე მირჩევს რომელი იქნება ჩემი ზომა, რომ ჩავიცვა და ვნახო რამდენად მომიხდება. აი ესე გამოიყურება, შორტებიც არის, ტოპებიც არის, ჯინსებიც არის, ყველაფერი აქვთ. ეს არის პირველი ჯინსი, ну, არ ვიცი ჯერ რომელს ავიღებ, მაგრამ თან გაჩვენებთ, რასაც ჩავიცვამ. ყოველი შემთხვევისთვის თქვენც რა დაგაინტერესოთ. საჯდომზე ასე გამოიყურება. არ ვიცი, ესეთი არასდროს მქონია. ჩემი სტილი არ არის, მაგრამ დავფიქრდები. ეს შედარებით უფრო ჩემი სტილია. ოდნავ მომდგარი ზემოთ და გაშვებული ქვევით. ოღონდ ცოტა გადაჭრა უნდა. მოკლედ რამდენიმე გავისინჯე, მაგრამ ეს რახან განსხვავებულია და ესეთი არა მაქვს ბოლოს ეს გადავწყვიტე. თან ღია ფერია, ღია ფერის ჯინსიც არ მაქვს. და როგორცაც მოვედი ეგეთი არ აქვს, მაგრამ ახალ კოლექციას რო შემოიტანე, დამირეკავ ჩემი მოსწავლე და მე მაღაზიაზე მოვალ. ამ ეტაპზე ეს ავიღოთ. გამოვედი ფენიქსიდან და ეხლა აქ როგორმე, სადმე უნდა ვიშოვო პატარა ბალიში. და რისთვის მჭირდება ეგ ბალიში? ცოტა ხანში მოგიყვებით. წავედით, აი წარმოდგენა არ მაქვს ახლა ბალიში სადმე ვიპოვო, მაგრამ მეგონი იქით ხარ თუ გადავალ რაღაც ბაზრობასავით არის ვარკეთილის ბაზრობა რა შიგნით თუ შევალ და შეიძლება მანდ გქონდეთ ბალიში. აუ მაგარი ხარია მეგობრებო. მოკლედ იქით ვიყავი მაღაზიებში, მაგრამ ბალიშები ასეთ არ იყო და მე მითხრეს რომ ბაზარში ჩადიო, იქით იქნებაო და მე მგონი მაგ ბაზარში ვარ. სადაც გამომიშვეს და
ნახოთ. მეგობრებო, ვიყიდე ბალიში. ძალიან მარტივად ვაგენი ჩამოვედით, ვარა. ეგრევე მაგ მაღაზიაში მოვხვდი. ვიყავი ბანკში, გამოვიტანე ფული და ეხლა წავიდეთ სტუდიაში, რომ ქირა გადავიხადო, მაგრამ სანამ სტუდიამდე მივალთ არის ფოსტა. ამანათები ჩამომივიდა და ბარემ იქაც გავიაროთ საქმეები ვარ გამოსული და მაგასაც მოვიშორებ. მოვედი ფოსტაში, 11 ამანათი მაქვს ასაღები და ეხლა ველოდები რომ ჩამიწყონ. აი ბევრი ხო არაფერი მივლია, მაგრამ ისეთი სიცხეა გარეთ, რომ ძალიან დავიღალი და ერთი სული მაქვს სახში, როდის მივალ, მაგრამ ჯერ კიდე რაღაც საქმეები გვაქვს. ამას უყურეთ რამდენია, თან საკმაოდ მძიმეა. ჩემთვისაც კი მძიმეა და ეხლა ზურგზე უნდა მოვიგდო და ისე უნდა წავიღო, იმიტომ რომ ჯერ მანქანისგან ისევ ძალიან შორს ვართ და იქამდე როგორმე უნდა მივათრიო. ეს ჩემი ჯინსი. ხომად ჩავისუნთქოთ და წავედით. ძლივს შევაგდოთ ხა ეს უზარმაზარი პარკი. ჯერ ავიდეთ, გადავიხადოთ სტუდიის ქირა და მერე წავიდეთ სახლში. გადავიხადე ქირა და ეხლა წავიდეთ აფთიაქში, იმიტომ რომ მუცელი მტკივა ძალიან და წამალი ვიყიდოთ, თორე ფეხზე ვეღარ ვდგავარ. ვიყიდე ბანანი და გარგარი და ეხლა უნდა შევიდე მზაკვებაშიც და ვიყიდო საჭმელი, იმიტომ რომ დღეს იმდენად ცუდად ვარ სამსახურისთვის საჭმელს ვერ გავიკეთებ რა, ენერგია საერთოდ არ მაქვს და მერჩენია რომ გამზადებული საჭმელი ვიყიდო. აქ არის მაღაზია ჩემთან. საოჯახო ჰქვია და იქ იყიდება მზაკვება. ჩემს ჭიამაიას გამოვუწერე ახალი ღბედები და მოდით ვნახოთ როგორ მოუხდება. ესე გამოიყურება. თვითონაც წითელი გოგოა და ძალიან მოუხდა მე მგონი. ულამაზესი ვარდისფერი კაბა ჩამომივიდა. ნახეთ რა სილამაზეა. ძალიან ლამაზია. აუ ეხლა სადმე წასვლა მომინდა რომ ეს ჩავიცვა. ეს არ ვიცი რატო აწერია. ალბათ ბავშვების დასაწყისის სექციიდან გამოვიწერე? არ ვიცი, მაგრამ ესე აწერია. ამასაც ბავშვები აწერია და ნახეთ აბა რა არის. მე მგონი ესეც კაბაა. ხო, ესეც კაბაა. ცოტა განსხვავებული. არა, ეს ნამდვილად არ არის მეგობრებო საბავშვო კაბები. ეს შორტია საერთოდ. აშკარად ჩემი ზომებია. აუ ესეც ძალიან ლამაზია. ყველაფერს ამას ვიწერ ხოლმე XS. ზოგადად XS-ი არ ვარ, S-ი ვარ, მაგრამ შინს მასი აქვს გადაწყვეტილი, რომ მე ვარ XS-ი, ასე რომ ვიწერ ხოლმე XS. ეს არის შორტი, ულამაზესი შორტია, ვაუ, ესეც ლამაზს არ ველოდი რომ ჩამოვიდო და საოცრად ლამაზი პრინტი აქვს, ნახეთ, ფერიც ძალიან ლამაზია, ხარისხი, ანუ არ ველოდი ესეთ კარგ ხარისხს. უბრალოდ ზაფხულში სავარაუდოდ დაგცხებათ თუ ამას გამოიწერთ, იმიტომ რომ საკმაოდ სქელია. ეს ორი ფენა ქსოვილია, ეს უკვე ერთი ფენაა, მაგრამ საკმაოდ სქელია. ძალიან ლამაზია, ძალიან მომეწონა ეს. შემდეგი არის ტოპი, ასე გამოიყურება. ესეც საკმაოდ სქელია ზაფხულისთვის. მაგრამ რა ვიცი, ვეცდები მოვასწროთ ჩაცმა, სანამ ძალიან დაცხება. ვნახოთ შემდეგი ნივთი, ეს არის თუ არ ვცდები ზედა. ხო, აი ესე გამოიყურება, უბრალოდ ახლა შეხსნილია და ძალიან დიდი ჩანს ეს რაზომა გამოვწერე არა და სმოლი მოქვს გამოწერილი. ხო, მოკლედ დიდი ჩანს, უკან უეჭველად მოშვებული მექნება და აქვს თავისი ესეთი კაბა, რომელიც არის ძალიან მოკლე და ძალიან დიდი. აქ ოკეი, ესე მოუჭერდა დააპატარავებ, მაგრამ ძალიან მოკლეა. ეს იქნება სავარაუდოდ პლაჟის. სადმე უნდა წავიდე სამყარო მელაპარაკება. შემდეგი არის რაღაცა ლეოპარდის პრინტით. ეს კაბა არის. აუ, ძალიან ლამაზი კაბა. თან მე რომ მიყვარს ზურგის გარეშე. ეს მთლიანად მოღებული აქვს ზურგი, ასე არის საჯდომზე, არის გრძელი და მთლიანად მომდგარი. აუ, ძალიან ლამაზი იქნება ეს ჩაცმული. ბატონი პაატას რაღაცეებიც ჩამოსულა. ეს შორტი მომეწონა ძალიან და გამოვუწერე, აი ასე გამოიყურებ. ვაიმე, ეს მე მგონი პატარა. ხო, პატარა იქნება ეს სავარაუდოდ, იმიტომ რომ საკმაოდ არის გასუქებული. ხუმრობ, ნუ გეშინია, არა ხა გასუქებული. ეს არის ზედა. ასე გამოიყურება. ხო, ეს წინაზეც გამოვწერეთ ეს, მაგრამ საკმაოდ დიდი მოუვიდა და ეხლა თავიდან გამოვწერეთ, იმედია
ეს მაინც იქნება მაგის სოფი. შემდეგი ამანათი გამოიყურება ასე. რაღაცები გადმოცვიბდა უეჭველად. მე მგონი ეს რა არის მეგობრებო? აიმე მოემზადეთ. რა სილამაზეა. ეს არის აი ესე უნდა დაიკავო ეს ჩვენთან. როდესაც სადმე ქორწილში ან სადმე ისეთ ადგილას იქნები. ასე გამოიყურება შიგნით და აი ესეთი ჩამოსაკიდებელიც აქვს თუ სიტყვაზე, მაინც და მაინც მთელი დღე არ გინდა რომ ხელში გეჭიროს და გინდა რომ გვერდულადაც ჩამოიკიდო. აი ესეც მოხვება თან, მაგრამ ვფიქრობ რომ მთელი მუღამი არის მაგაში, რომ ხელში უნდა გეჭიროს ესე. რა სიტყვით? სად წავიდეთ ამით? დეგი არის ეს ფეხსაცმელები. ეს გამოვწერე ზღვისთვის, იმიტომ რომ ძალიან მსუბუქებია. ეს ქსოვილისგან არის გაკეთებული. აქეთ ესე გამოიყურება და წინაზე მეორენაირები, აი მთლიანად რეზინის რო არის ხოლმე, ეგ წავიღე. ზღვაზე რო ვიყავი წასული და ისე მატკინა ფეხი, რომ საერთოდ ვეღარ დავდიოდი და ეხლა ვიფიქრე, რომ შედარებით უფრო სქელი ნაჭრისას გამოვწერ, თქო თან ნაჭერი რო ყოფილიყო, რომ ფეხი ვერ მატკინოს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ესეც იგივეს ვერ გამიკეთებს. რაც იმ წინამ გამიკეთა. ლამაზიო, ვფიქრობ, რომ ყველაფერს მოუხდება, იმ ვარდისფერ კაბასაც მოუხდება. შემდეგი რაღაც სავარჯიშო უნდა იყოს. ხო, ვაიმე ძალიან ლამაზი კაბა არის. ნახეთ. აი ესე გამოიყურება, ლურჯი კაბა არის. არ მახსოვს ლურჯ ფერში მაქვს თუ არა, ზოგადად ძალიან მიყვარს ესეთი მთლიანი კაბები, იმიტომ რომ შიგნიდან ყოველთვის აქვს ხოლმე ესეთი შორტი და ძალიან კომფორტულად ხარ რა. თან არ მხოლოდ სავარჯიშოდ, გარეთაც შეგიძლია ჩვეულებრივად რა ჩაიცვა რა. ძალიან კომფორტული არის. ერთადერთი სადაც არ არის კომფორტული, ეს არის საბერფარეშო. აუ ძალიან მინდოდა შეიკერი. მე მქონდა ოლიმპის შეიკერი, აი ყვითელი თავსახური რო აქვს ეგ და ძალიან მიყვარს ოლიმპის შეიკერები, მაგრამ ჩემმა დამ თავსახური დაკარგა. აი ესე სახში დაკარგა, მე ვიფიქრეთ რომ სავარაუდოდ ნაგავს გააყოლა და ნუ აი ცალკე ეს ბოთლი აღარაფერს არ შვება რა. თავარი არის რომ თავსახური გქონდეს და ამიტომ გამოვიწერე ახალი ოლიმპის არ არის ეს მაიპროტეინის არის და მე ოლიმპის მირჩევნია ბევრად, მაგრამ თავარი იყო ჩემთვის რომ ესეთი თავსახური ჰქონოდა. ძალიან არ მიყვარს ჩვეულებრივი ბოთლის თავსახურის მსგავსი რო აქვს, იმიტომ რომ ბევრი დრო სჭირდება მაგის გახსნას და ეს პირდაპირ ესე არის რა. თან რო შეეჩვევა სადადრო, მე უფრო მარტივად გაიხსნება. აი ამ ხელა ყუთში იდო სამკაულები და აი ვერ ვხვდები ხოლმე რა საჭიროა რომ მაგ ხელა ყუთით გამომიგზავნონ ეს. ვაიმე რა საყვარელია. დამავიწყდა შეფუთვა საერთოდ უსაყვარლესია. ნახეთ. თეთრი არის ოქროს ფერში. ადრე მქონდა ესეთი და გავაჩუქე და ეხლა კიდე გამოვიწერე ჩემთვის. იჩე და გავიკეთე დამოუკიდებლად და ნახეთ რა ლამაზია. ძალიან მომწონს. და ესე გამოიყურება ბოლო ამანათები, ეს არის ბეჭდები. ძალიან ლამაზებია. გავიკეთებ ეხლა და გაჩვენ. ვერაფერიც ვერ გავიკეთეთ, ძალიან პატარებია და ამას ჩავიტან სოფელში. ჩემი გამომწერები ცხოვრობენ ჩემს მეზობლად, პირდაპირ ჩემს ქუჩაზე ძალიან საყვარელი ბავშვები და იმათ ვაჩუქებ. მანქანაში unboxing-ის ჩაწერის უპირატესობები არის ის, რომ აი ეს სახლში აღარ აგაქვს და პირდაპირ აგდებ ურნაში. მადლობა რომ იყურეთ და კარგად. ნახეთ რა მაგარი რამე ჩამომივიდა ტემუდან. მოკლედ ეს ჭიამაია გამიფუჭდა. ყურებიც მოსწრა, იქ შიგნიდან საჭერები ჰქონდა, ეგენიც მოსწრა. მოკლედ გამოსაცვლელი იყო უკვე და ჭიამაიას ფერებში გამოვიწერე ესეთი დიდი სათავსო. ეხლა გაჩვენებთ როგორ გამოიყურება შიგნიდან. აი ასე გამოიყურება შიგნიდან და ეხლა მინდა რომ იქ რაც მაქვს შიგნით ყველაფერი აქეთ გადმოვაწყო და ლამაზად ჩავალაგო რომ ეს არეულობა აღარ მქონდეს საბარგულში. აქვე ვიტყვი რომ ღირდა 60 ლარი გამოწერილია ტემუდან. ტემუ არ მაფინანსებს რეკლამას არ ვაკეთებ, რო ვაკეთებდი არც ეგ არის პრობლემა, პირდაპირ გეტყოდით. უბრალოდ ეს ჩემი ფინანსებით, ჩემი ფულით გამოვიწერე და ვფიქრობ რომ თქვენს ძალიან გამოგადგებათ. მოვათავსე საბარგულში, თითქმის მთელი საბარგული დაიკავა, იმიტომ რომ ჭიამაიას პატარა საბარგული აქვს. ასე დაალაგდა საბარგული, მეგობრებო, ეხლა გაჩვენებთ როგორ გადავანაწილე. ეს არის მანქანის მოვლის საშუალებები, აქ მაქვს ხელსახოცები, არ ვიცი რატო დავატარებ, მაგრამ ფაქტია რომ დავატარებ 1 წელია და იყოს ჯანდაბას. აქ არის რაღაცა ტილოები მანქანას რომ რეცხავთ ხოლმე, მაგ დროს გჭირდება. აქ არის რაღაცა კლუჩები, პაატა მიყიდა მანქანისთვის და ეს არის პაატას ფეხბურთის ფეხსაცმელები. ყოველთვის აქ გვიდეს ხოლმე, იმიტომ რომ სოფელში რომ ჩავდივართ, თამაშობს ხოლმე.
აქაც ეს არ ვიცი რა არის პაატა მოკიდა მანქანას და ეს ბალონიც სასტიკად მიგრძელავს რომ გადავაგდო, იმიტომ რომ რა იცი რა ხდებაო და იყოს ჯანდაბას საბოლოო ჯამში ასე გამოიყურება. მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ რა, ძლივს მოწესრიგ და მანქანა. მოკლედ ახლა გაჩვენებთ როგორ ვალაგებ ხოლმე სამსახურის კვებას. ჩემი დამზადებული თუ მაქვს ხოლმე და ჩემი გაკეთებული საჭმელი თუ მაქვს ხოლმე კონტეინერებით ვაწყობ, თუ ესე ვერ ვასწრებ ხოლმე ან დატვირთული გრაფიკი მაგან რაღაცა ისე ხდება და ყიდვა მიწევს. ჩვეულებრივ ესე ვალაგებ. აქ ახლა მოვემზადე სალათი, არის პომიდორი, კიტრი და ყველი. ამასაც აქ ჩავდებ. ეს გადანაწილდება სავარაუდოდ 2 კვებაზე სამსახურში და აუცილებლად მიმაქვს ხოლმე კიდე დესერტიც. ეხლა აქ მაქვს მომზადებული. ეს არის ამ შემთხვევაში მაგ 1 ბანანი და 4 ცალი გარგარი თუ ჭერამი, რომელიც არის ესე მოვათავსოთ. აქ მაქვს პროტეინის პუდინგი, ამ შემთხვევაში მიმაქვს ეს ვერსია, ხან თხილის მიმაქვს, ხან ვანილის მიმაქვს, ხან რა, მოკლედ ამ შემთხვევაში მიმაქვს შოკოლადი. აქ მაქვს ესეთი უსაყვარლესი დანა კოუზი ჩანგალი, მოკლედ ამაში მაქვს მოთავსებული, ესეც მიმაქვს, რა თქმა უნდა. ესე პატარა კონტეინერში მაქვს მარილი და აქ მაქვს ვიტამინები, რომელსაც ვიღებ ხოლმე ჭამის დროს. ეხლა ამას კარგად დავახურებ თავს. ხოლო აი უშუალოდ ახლა უნდა ვჭამო კომბოსტოსთან ერთად მომზადებული კვერცხი და აქ მაქვს კიტრი ყველთან ერთად და გარგარი მაქვს კიდე, იმას შევჭამ ამის შემდეგ. Unboxing-ი უკვე ნახეთ, გვაქვს ახალი შეიკერი და მოდით ახლა ეს შეიკერი გამოვიყენოთ პირველად. პირველად რიგში ჩავასხამ წყალს, გავრეცხავ და ჩავასხამ წყალს. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა ეს შიგნით რაც აგდია რა არის. მოკლედ, ეგ ეხმარება პროდუქტს რომ კარგად გაიხსნას რა, იმიტომ რომ ეს არის ფხვნილის სახით და კარგად შენჩხრევა ჭირდება და ის რკინის სპეციალური რაღაცა ეხმარება რომ კარგად გაიხსნას. პროდუქტებს ყოველთვის მოჰყვება თავისი კოუზი, აი ასე გამოიყურება ეს კოუზი, უბრალოდ მე ამ ხელა დოზა ჯერ არ მინდა. აი ამდენს ჩავკრი. ეხლა დავამატოთ ბეცია. ეს ახალი ბეცია არის, მაგრამ ჯერ ახალს არ გავხსნი, იმიტომ რომ ჯერ ძველი მაქვს ისევ და მოდი ჯერ ძველს გამოვიყენებ. ნახევარი მაქვს დარჩენილი და ეს რო გამოილევა მერე გავხსნი ახალს. ძალიან გემრიელი ბეცია, ჩემი ფავორიტი გემოა, თუ ვინმე გამოიწერთ. Blue raspberry აწერია, მოკლედ აი საოცრად კარგი გემო აქვს. მოვათავსოთ ყინულები. ყინულებზე ვგიჟდები, ძალიან მიყვარს. და ჩვევა მაქვს, რომ გამოვიყენებ, ეგრევე უნდა ავავსოთ წყლით და მაცივარში უნდა შევაბრუნოთ, თორე აი არ აქვს მნიშვნელობა რას ვაკეთებ, იმ რაღაცას გემრიელად ვერ დავლევ, თუ ყინული ისევ არ შევაბრუნე ეგრევე. აი ეგეთი უცნაურობა მჭირს. ბოლოს დაგჭირდება საწყობი და მზად არის. ძალიან კარგი. ეხლა ამას დავლევ, თან შევჭამ. ტემუს კურიერმა დამირეკა ამანათი მომიტანეს და დღეს ძალიან ამანათების დღე გვაქვს ესე იგი. სარეცხი მაქვს ასაღები, სახლი მაქვს დასალაგებელი. ჭურჭელი გასარეცხია, ყველაფერი გასაკეთებელია აბსოლუტურად და ეს ამანათების გახსნაც მაინტერესებს, მაგრამ ძალიან მალე უნდა ვიყო უკვე სტუდიაში, დღეს პილატესი მაქვს ჩასატარებელი, ამიტომ რომ მოვასწრო, მირჩევნია ჯერ დავიბანო, წავიდე სტუდიაში, ჩავატარო ჯგუფები და მერე გვიან რომ მოვალ, მერე ავიღო სარეცხი და მივხედო ყველაფერს. ამიტომ წავალ ახლა ვიბანავებ. ვიბანავე, თმა ხელს მიშლის ხოლმე ვარჯიშის დროს და ნაწნავი გავიკეთე, მზად ვარ და წავედით სტუდიაში. ზემოთ, მერე ბიცეპსი. კარგია, ვაგრძელებთ.
დავასრულეთ ვარჯიში, დავრჩი მარტო სტუდიაში და ეხლა შევუდგეთ დალაგებას. ავანთებ ახლა შუქებს. აი ესე ჩემი სტუდია, ესე გამოიყურება, ვიწყებ ხოლმე დალაგებას გასახდელიდან. დავხუროთ კარადები, აქ დატოვებული აქვთ ტანსაცმელი, პირსახოცები და ეგეთი რაღაცები. და შევუდგეთ საქმეს, მოდი მე ჯერ პირველ რიგში მატებს გავასწორებ. რომ შემდეგი ვარჯიშის დროს არ შეგვიშალოს ხელი. მოკლედ, აი ეხლა არის ასე. გასწორების შემდეგ კი ასე გამოიყურება. ეხლა გადავალ მე უკვე მოგვაზე, მოწესრიგებაზე, უნდა გამოვწმინდო კიდეც აქ მოქვს ტილოები წამოღებული, იმედი მოქვს აქ მაგ და არ დამრჩა, ხო, აი ეს ორი უნდა გამოვიყენო დღეს და მესამეც მაქვს ის მესამე სახლში, მაგ სახლში მიმაქ ხოლმე და ვრეცხავ, იმიტომ რომ აქ იმდენად პატარა ონკანია, რომ ფიზიკურად ვერ გავრეცხავ და ამიტომ ესე წავიღებ ხოლმე და წამოვიღებ და ძალიან საყვარელი პარკი მაქვს, მაგისთვის ეხლა გაჩვენებ, უნდა გაცინოთ. ნახე ტემუზე, ფისუებიანი პარკები მაქვს და ამაში ჩავდებ ხოლმე ესე გარეცხილ ტილოებს, მოვიტან, მერე მიმაქვს აქედან ჭუჭყიანი ტილოები, სახში ვრეცხავ, მომაქვს და მოკლედ ესე დავაბოდიალებ ამ ტილოებს წინ და უკან. ჯობია ეხლა მალე დავიწყოთ, ბევრი ლაპარაკს, იმიტომ რომ სახშიც საქმეები მაქვს საკმაოდ ბევრი და მე ძალიან გვიან დაძინებაც არ მინდა, იმიტომ რომ ხვალ დილის 9 საათიდან უკვე გლდანში ვმუშაობ. ამიტომ რაც მალე გავაკეთებ და მალე წავალ, მით უკეთესი. გასახდელშიც ჩავაქრე. ჩემი ჭიამა დგას და მელოდება. ნახეთ რა საყვარლობა. ძალიან საყვარლობა და ეს ზაღლის როგორი საყვარელია. ძალიან კაია. ეხლა მივწერ ნინას, გავიგებ როდის მუშაობს და როდის ვემთხვევით ცვლაში ერთმანეთს და მივუტან დარბაზში აი ამ უსაყვარლეს ბალიშს. იმედი მაქვს რომ მოეწონება, იმედი მაქვს რომ გავახარებ და აუცილებლად გაჩვენებთ რეაქციასაც. დარბაზში ვარ და ნინა მოვა საღამოს 7 საათზე. ასე რომ ჯერ ველოდები, კიდე რამდენიმე საათია წინ და გადავცეთ. ვაიმე, ისე მაინტერესებს როგორ მოგეწონება. ხელი დღეა გელოდები. ვაიმე. არ მინდა რომ გაწირო. რატო ვიცოდი რაღაცა. ეს მორჩიტი. არე ხამს. აუ იმედი მაქვს ეგ ფოტო გიყვარს. ეს უნდა გენი. ხო. ცოტა სხვანაირი შევუკვეთებ, მაგრამ ვიდეოში ნახავ მე რა, რაც მქონდა გაცნო. ვიდეო წარი. ხო, ანუ ცოტა სხვანაირი ჩამოვიდა, მაგრამ ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა. ადამიანებს იმაგინებია დადასტურებები თორემ ხედავ ვიდრე იქარია. უღრუესი მადლობა. უეჭველი. ვერედებოდი თავიდან რომ ეს სტილაკოშები მქონდა ჩემს შეგეცანა. ეს ფოტოა, მე შენ ფოტოა, რაღაცა ხარ გავაკეთე რომ მომწერე. კი ხაჭა გნევა. რაღაცა მეთქი იქნება. გავხარდა თუ მოგეწონა. აი დამომწონა და ჩემ დასახ შეტაკბია, ბაბა ნახავი. ოკეი. ეხა პირიქით წინ მივდივართ მუხლებით. აი ეგრე. და გავაჩერეთ. ყოჩა, ეხა უკან. თავი გვიჭირავს, უკან მივდივართ.
და გავაჩერებ. ხოჩა. მოვედი ახალი როლიკების საყიდვად. 38.9 ფერებში არ არის სამწუხაროდ არჩევანი. ან ზომებია შეზღუდული, ან ფერები. ეს ჩავიცვი, შედარებით არაკომფორტული იყო ფეხზე, ან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხზე როგორ მოიგებ, თორე უფრო მეტად ის მომეწონა, ის უფრო ლამაზია და ეს ჩავიცვი მაგის მერე და ეს ვიზუალურად იმდენად არ მომეწონა, მაგრამ ბევრად უფრო კომფორტული იყო ფეხზე და ვერ გადავწყვიტეთ არის კიდე სხვა ფერებშიც რაღაცეები და არ ვიცი, სავარაუდოდ ჩამოყალიბდები. ეხლა კიდე სხვა უნდა მოვისინჯო და ვნახოთ. საერთოდაც მე ისევ წითელში მინდოდა, მაგრამ ისინი ცოტა სხვა მოდელებია რა. ჩვენ ცოტა სხვანაირი გვჭირდება. ეხლა ვიცვა მაი ამ ფერს, ფეხზე ასე გამოიყურება, ერთი უკვე ჩავიცვი და ესეც ლამაზი ფერია. რა სიტყვით. ესე იგი მეგობრებო, დღეს ვიყავი ორ მაღაზიაში როლიკების ასარჩევად. პირველი ვიყავი ექსტრიმში. როგორც მივხვდი, ყველაზე დიდი არჩევანი არის სწორედ მაგ მაღაზიაში და მე თქვენს თუ დაგჭირდებათ როლიკების შეძენა, ან გადაწყვეტთ რომ ისწავლოთ, მოკლედ ნებისმიერ ვარიანტში გავუწევ რეკომენდაციას რომ მანდ მიხვიდეთ, იმიტომ რომ შედარებით მეტი არჩევანი იყო და ხარისხიც უკეთესი იყო. და მაინც ყოველი შემთხვევისთვის ექსტრიმში კი მომეწონა ის იისფერი ვარიანტი, მაგრამ მეთქი მეორე მაღაზიაში რო უკეთესი დამხვდეს, მე ძალიან გული დამწყდება თქო და არ ვიყიდე ეგ იისფერი, წავედი ადრენალინში, რომ მენახა რა ვარიანტები ჰქონდათ, საერთოდ არ ჰქონდათ არჩევანი, ფერები კი არა, ანუ მოდელების არჩევანიც კი არ ჰქონდათ საერთოდ და მით უმეტეს ზომებში საერთოდ არ იყო. ამიტომ გამოდის რომ ის იისფერი უნდა ვიყიდო, უბრალოდ ეხლა მე უკან ნამდვილად ვერ მიუბრუნდები, იმიტომ რომ სადღაც 40 წუთში უნდა ვიყო სტუდიაში რომ ჩავატარო აერობიკა. თან ხვალ საღამოს უკვე სოფელში მივდივარ და მოკლედ ვეღარ ვასწრებ მე თვითონ გასვლას და ამ როლიკების ყიდვას, მაგრამ აი სოფელში წასვლა როლიკების გარეშე ძალიან არ მინდოდა, ძალიან მინდა რომ ამ ჩასვლაზე უკვე ვიკატაო და რაღაცა სკილები რაც ჩემმა ტრენერმა მასწავლა უკვე გადმოვიტანო და დამოუკიდებლად ვცადო სოფელში. ამიტომ პაატას ვუთხარი, პაატა ხვალ ისვენებს და გავა ჩემს მაგივრად იყიდის უკვე იქ კონსულტანტებმა ხელი შემიწყეს და გადადეს ეს ერთი მოდელი. ყოველი შემთხვევისთვის თუ ვერ ავარჩევდი სხვას, მე მაგას ავიღებდი და მოკლედ აიღებს ხვალ პაატა და ეს როლიკები ჩემი გახდება. ასევე ვიყიდე დამცავებიც, იმიტომ რომ როდესაც ხარ დამწყები ძალიან ხშირად ეცემი და მე თვითონაც ხშირად ვეცემი ხოლმე გაკვეთილის დროს და დამოუკიდებლად რო ვიქნები, ბუნებრივია უფრო მეტჯერ დავეცემი, ამიტომ რამე რო არ ვიტკინო, ვიყიდე დამცავებიც, რომელიც ასევე გადადებულია ჩემთვის. ეხლა უნდა წავიდეთ, იმედი მაქვს რომ სახში მისვლას მოვასწრებ, რომ უცებ ცოტა შევჭამო და ვარჯიშზე მე გული არ წამივიდეს და მე იქიდან წავიდეთ სტუდიაში. დავასრულებ მეგობრებო ამ ბლოგის ჩაწერას, ვინაიდან უკვე ახალი უნდა დავიწყო, კახეთის ბლოგი. მანამდე უბრალოდ მინდოდა მეჩვენებინა, რომ დღეს გაიარა პაატამ იმ მაღაზიაში ექსტრიმში და წამოიღო ჩემთვის გადანახული როლიკები, იისფერი როლიკები, უბრალოდ ახლა აქ იმდენი რამე გვიყრია სოფელში წასაღები, ხო იცით როგორ არეულად მივდივარ ხოლმე, რომ ეხლა ამ მომენტში აქ ვერ გავხსნი, მაგრამ კახეთის ვლოგში აუცილებლად გაჩვენებ. ეხლა მივდივართ გზაში ვართ, სადღაც საათს ნახევარში ვიქნებით და შემდეგი ვლოგი იქნება მოკლედ კახეთის ვლოგი. იმისთვის რომ მივხვდე რომ ბოლომდე მიყურეთ, აუცილებლად დამიკომენტარეთ იისფერი გულები, იმიტომ რომ ჩემი ახალი როლიკები არის იისფერი. გამოიწერეთ არხი, ვინაიდან 120 დამრჩა, თუ არ ვცდები 37,000 გამომწერამდე და ძალიან გამიხარდება რომ მალე ავიდეთ. კიდევ ერთხელ მადლობა და დროებით.